ადამიანები რამდენიმე მილიონი წლის წინ გაჩნდნენ დედამიწაზე. ისინი გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და ბევრი რამ არ იცოდნენ ქვეყანაზე. ამიტომ მათი ცხოვრება ფათერაკებით იყო აღსავსე. მათ თავიანთი კვალი დატოვეს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რა სჭამდნენ, რა უხაროდათ, რა არ უხაროდათ, რაზე ფიქრობდნენ, რა უყვარდა და კიდევ ბევრი რამ. უთქმა ბუწკნილი წაბლის მეთმიანი, ცოტა თქმითი ბიჭიც კი იყო. მას ძალიან უყვარდა მღვიმის პირას დაჯდომა. ის ამ ბუნებას მონოსხულივით უყურებდა. თეთი კი უფრო მონშოტანის იყო, კრუგი აგებრულების გოგონა, ხუჭუჭათმიანი. ერთხელ უღუდა თეთი უჩვეულოს სარანხავად მოწმეები გახდნენ. მონადირეები არმოდებულონ ტყიდან ყიჟინით ქვევით და კეტებით ნადირს ერიკებოდნენ. დაფრთხალი ნადირი პიტაო კლდეს პირისკენ გარბოდნენ და შეშინებული უსწრუჩი ცვიოდნენ. ერთხელ, როდესაც ბადანი ნადირობიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ და დაღლილები და სასვენებლად კერასთან ყავზე მიწოლიდებდნენ. ბავშვები მღვიმიდან გავიდნენ და დაქანებულ ფერდობზე დაეშნენ. თეთრს იქ ერთი შეეგულებოდა, ხეზე ველური ვენახი ასულიყო და მწიფე წითელი ყურძენი მოესხა. ხილია თქვა თეთრმა. უცებ ავიდნენ ხეზე მოგლიჯეს მტევნები და ფრთხილად ჩაიდეს პირში მარცვალი, რადგან იცოდნენ, რომ ზოგი ხილი მწარე, მჟავე და უგემური იყო, მაგრამ ეს ტკბილი და გემრიელი გამოდგა. ეს გემრიელი ხილია, მე მიჯამია, ხვალ მე თვითონ წავალ და კიდევ მოვიტან, თქვა ბანი. თვითონაც შეჭამა და ნენსაც აჭამა. მეორე დღეს მართლაც წავიდა ყურძნის მოსაკიდად. ბავშვებიც თან წაიღოლა, უღუდა